ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ ქირურგიულ ტექნიკას იდაყვის ნერვის დეკომპრესიისა და ტრანსპოზიციისთვის მის ხარში. პაციენტი წევს ზურგზე, დაზიანებული მხარე აქვს დადებული მაგიდაზე. შემდეგ მკლავის ყველაზე პროქსიმალურ ადგილას იხვევა რეზინის ჩალიჩი, მაგრამ ჯერ არ გამოიყენება. იდაყვის ნერვი გამოდის მედიალური კუნთთა შორისი ძგიდიდან მკლავის შუა და ქვედა მესამედების საზღვარზე. შემდეგ ის მიუყვება უფრო უკანა გზას თავის ღარში მხრის ძვლის მედიალური გოჯის უკან. გარიდან გამოსვლისას ის შედის ფასციალურ არხში, რომელიც ფარავს მომხრელ პრონატურულ კუნთების გუბს. შემდეგ ის გადის კუბიტალურ არხში წინა მხარში. პირველი კუნთოვანი ტოტები გამოდის იდაყვის ნერვიდან კუბიტალური გვირაბის რეგიონში. პათოლოგიები, რომლებიც იწვევს იდაყვის ნერვის კომპრესიას, შეიძლება განსხვავდებოდეს ნერვის მთელ სიგრძეზე, ანუ მედიალური კუნთთა შორისი ძგიდიდან კუბიტალურ არხამდე. უფრო მეტიც, იდაყვის სახსრის მოძრაობისას ნერვის ხახუნი მის ღარში, როგორც თოკის ბლოკში, შეიძლება გამოიწვიოს ნერვის გაღიზიანება და შესაბამისი კლინიკური სიმპტომები. იდაყვის ნერვის კომპრესიის ხარისხის დიაგნოსტიკური დიფერენციაცია საკმაოდ ბუნდოვანია მაშინაც კი, როდესაც გამოიყენება სტიმულაციის სპეციფიკური ინჩინგის ტექნიკა. ამ მიზეზით ჩვენი სტრატეგია იდაყვის ნერვის კომპრესიის მკურნალობაში არის გარე ნეიროლიზის ჩატარება და ნერვის დაჭიმულობის გარეშე გადატანა უფრო ხელსაყრელ პოზიციაზე კუბიტალური ფოსოს წინა ლატერალურ არეში, რათა აღმოიფხვრას იდაყვის ნერვის ღარში მოძრაობის თოკ ბლოკის ფენომენი. შემდეგ მთელი ხელი იწმინდება საფუძვლიანად ანტისეპტიკური საშუალებებით და სტერილურად იფარება რეზინის ჩალიჩამდე. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სისხლდენის გარეშე საოპერაციო სივრცე, გამოიყენება სადრენაჟო ჩალიჩი. ეს ხდება ელასტიური ბინტის მჭიდროდ შეხვევით კიდურის დისტალურ მხრიდან პროქსიმალურისკენ. შემდეგ მანჟეტის გააქტიურება 80-დან 100 მმ-მდე ვერცხლისწყლის ნევაზე სისტოლურ წნევაზე მაღლა, პაციენტის რბილი ქსოვილების სიმკვრივის მიხედვით.
აქ ხედავთ მედიალურ გოჯს და შემოთავაზებული კანის ჭრილობის მონიშნას. კანის ჭრილობა განხორციელებულია დაახლოებით 1 სანტიმეტრით მედიალური გოჯის უკან, უშუალოდ ღარის არეალის ზემოთ. ღრმა დისექცია ტარდება ფრთხილად, რათა გამოვლინდეს იოგოვანი სტრუქტურები, რომლებიც ფარავს იდაყვის ნერვს. ჭარბწონიან პაციენტებში ცხიმოვანი ქსოვილი იწევა მარლით. იოგები იყოფა ბასრი ინსტრუმენტით, სკალპელით ან მაკრატით. იდაყვის ნერვი ვიზუალიზდება უშუალოდ ქვემოთ. ღია დისექციის ჩასატარებლად დაჭრილობის დასახურად ვიყენებ 2.5-ჯერ გამადიდებელ ლუპას. ეს გადიდება უზრუნველყოფს ზუსტ манипуляციას. გამადიდებელი ლუპები ჩადგმულია ჩემს ჩვეულებრივ სათვალეში, რათა მონიტორზე ენდოსკოპიური სურათებს დავაკვირდე სათვალიდან ლუპების ზემოთ. ტარდება იდაყვის ნერვის დისექცია ცირკულარულად 360 გრადუსით ღარის მიდამოში და თავისუფლად შემოიფარგლება სისხლძარღვანი მარღუჟით. 30 გრადუსიანი ენდოსკოპი შეჰყავთ რეტრაქტორში მოთავსებულ ღეროში და მაგრდება ხრახნით. თეთრი ბალანსი მიიღწევა ვიდეოკამერაზე ამ მიზნით მოწოდებული ღილაკის დაჭერით. ვიდეოკამერის სწორი ორიენტაცია უზრუნველყოფილია და კამერის ფოკუსი რეგულირდება ერთხელ. ეს უზრუნველყოფს ავტომატურ ფოკუსირებას ყოველთვის შემდგომში ენდოსკოპის გამოყენებისას. ახლა რეტრაქტორში ინტეგრირებული ენდოსკოპი მზად არის გამოსაყენებლად. ხრახნის მოშვება საშუალებას აძლევს ენდოსკოპს გადაადგილდეს წინ ან უკან, რომის მიუახლოვდეს ან დაშორდეს ქირურგიულად манипуლირებულ სამიზნე სტრუქტურას. ნერვის დაფარვის ღრმა ფასციის ზემოთ არსებულ სიფტყეზე დარჩენით, დისექცია ტარდება პროქსიმალურად. ნერვი მიყვება იმ წერტილიდან, სადაც ის ღიად იყო გაშლილი ღარის არეში, მედიალურ კუნთთა შორის ძგიდემდე. მიდგომის დერეფნის გასწვრივ სივრცე იქნება საჭიროებისამებრ კანქვეშა ქსოვილში ბასრი დისექციით. ფასცია და კუნთთა შორისი ძგიდე იყოფა ბასრი, წვეტიანი და ბლაგვი ბოლოებით მაკრატლით. ხშირად მე არ ვატარებ მედიალურად კუნთთა შორისი ძგიდის რეზექციას, თუ ის არ არის ჰიპერტროფირებული. ადგილზე დეკომპრესიისთვის საკმარისია ფასციის გაყოფა, თუმცა წინა ტრანსპოზიციისთვის იდაყვის ნერვი უნდა გათავისუფლდეს მისი ფასციალური მიმაგრებისგან ცირკულარულად 360 გრადუსით. მნიშვნელოვანია ვასავასორუმის იდენტიფიცირება და მათი შენარჩუნება. ენდოსკოპიური ფართო ხედი გთავაზობთ შესანიშნავ გადიდებასა და გარჩევადობას ამ სტრუქტურების იდენტიფიცირებისთვის. ხშირად ენდოსკოპიური დისექციის პროგრესირებასთან ერთად ასევე შეიძლება ვიზუალიზებული იყოს მედიალური წინამხარის კანის ნერვის მიმდინარეობა, რომელიც ფრთხილად უნდა იყოს შენარჩუნებული. დინეკვის მემიზებავი სისხლძარღვები აქ შესანიშნავად არიან ვიზუალიზებული. ეს სისხლძარღვები იდეალურად დაცულია ნერვის სწრაფი აღდგენის უზრუნველსაყოფად. ენდოსკოპიური ვიდეოკადრები კომფორტულად ვიზუალიზდება გამადიდებელი ლუპების მიერ მოწოდებული ჩვეულებრივი სათვალეებით, ხოლო ღია დისექციები განიხილება გამადიდებელი ლუპებით. ნერვის ცირკულარულად მიმაგრებისგან გათავისუფლების შემდეგ ენდოსკოპიური დისექცია მიმართულია უფრო შორს, კუბიტალური ფოსოს მიდამოში. იქმნება ჯიბე ღრმა ფასციის ზემოთ არსებულ სიბრტყეში, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დატოვებით რეტრაქტორის პირის ზემოთ. კუბიტალური გვირაბის სახურავის გადაკვეთა ათავისუფლებს ნერვს მის მიმაგრების დროს დაჭიმულობის გარეშე, ტრანსპოზიციისთვის პროცედურის შემდგომ ეტაპზე. ახლა რეტრაქტორში ინტეგრირებული ენდოსკოპი შეჰყავთ დისტალურ არეში ხმა ფასციის ზემოთ არსებულ სიბრტყეში,
ისევე როგორც პროქსიმალური დისექციისთვის. როგორც ხედავთ, ხისტი ენდოსკოპის ინტეგრაცია რეტრაქტორის პირში ხელს უწყობს კოორდინირებულ დისექციას ასისტენტის გარეშე, რომელსაც არ ჭირდება ენდოსკოპიური манипуляციისთვის შექმნილი სივრცის დაჭერა ან მიზიდვა. შემდეგ იყოფა ღრმა ფასცია. ეს ხსნის კუბიტალურ გვირაბს. ისევ, თუ ადგილზე იყო დაგეგმილი დეკომპრესია, ოპერაცია სრულდება კუბიტალური გვირაბის სახურავის გაყოფით. თუმცა წინა ტრანსპოზიციისთვის ნერვი цирკულარულად უნდა გათავისუფლდეს. დისექციის პროგრესირებასთან ერთად ვიზუალიზდება იდაყვის ნერვის პირველი მოტორული ტოტები, რომლებიც შედიან მომხრელი მაჯის იდაყვის კუნთის მასაში. ისინი ამ დროისთვის შენარჩუნებულია. აგრეთვე შესაძლებელია იდაყვის ნერვის წინა მიმართულებით ტრანსპოზიცია და მისი პირველი ორი ტოტის შენარჩუნება. თუმცა ჭარბწონიან ინდივიდებში შესაძლოა საჭირო გახდეს პირველი ან პირველი ორი ტოტის გადაკვეთა დაჭიმულობის გარეშე ტრანსპოზიციისთვის. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ პირველი ტოტების გადაკვეთა არ იწვევს იდაყვზე მაჯის მომხრელი კუნთის სისუსტეს, რადგან კუნთი მდიდარად ინერვირდება მისი შემდგომი მსვლელობისას მინიმუმ 20 შემდგომი მოტორული ტოტით. უფრო მეკიც, თუ ჭარბწონიანი პაციენტის პრეოპერაციულმა შეფასებამ აჩვენა იდაყვზე მაჯის მომხრელი კუნთის თანდაყოლილი სისუსტე, ქირურგი გადაწყვეტ შეინარჩუნოს მაჯის მომხრელი იდაყვის პირველი მოტორული ტოტები. მაშინ შესაძლოა გადაწყვეტს ამ ეტაპზე ნერვის ტრანსპოზიციის არ ჩატარება, არამედ ადგილზე ნეიროლიზი და ენდოსკოპიური ოპერაციის აქ დასრულება. ახლა მობილიზებული ნერვი გადადის ადრე შექმნილ ჯიბეში ბლახტვით დისექტორის გამოყენებით. ტრანსპოზიციის შემდეგ იდაყვის სახსარი იხრება და იშლება ასისტენტის მიერ. ამავე დროს ენდოსკოპიურად ვაკვირდებით ტრანსპოზიციური ნერვის მიმდინარეობის ცვლილებებს. თუ ნერვი აჩვენებს დაჭიმულობას იდაყვის მაქსიმალური გაშლისას, ნერვის პროქსიმალური მობილიზაცია ცოტა უფრო შორს გრძელდება მედიალური კუნთთაშორისი ძგიდის მიღმა, რათა უზრუნველყოს დაჭიმულობისგან თავისუფლება იდაყვის სახსრის ყმელა პოზიციაში. ტრანსპოზიციის შემდეგ კანქვეშა ჯიბეები ივსება ნოტიო თბილი ბამბის მარლით. სუბუქი კომპრესია გამოიყენება ანატომიურ რეგიონზე. ახლა დაყენებული მანჟეტი თავისუფლება, მაგრამ ადგილობრივი კომპრესია შენარჩუნებულია. დაახლოებით 2 წუთიანი კომპრესიის შემდეგ მარლის ნაჭრები ამოღებულია. სისხლდენის ყველა ადგილის შესახებ დასკვნების გაკეთება შეიძლება მარლის ზედაპირზე არსებული სისხლის ლაქის რაოდენობიდან მოცემული ადგილიდან. ახლა ენდოსკოპი ხელახლა შეჰყავთ ჯიბეებში და ქირურგიული ჭრილობა ირწყვება სუფთა ფიზიოლოგიური ხსნარით. ეს ხელს უწყობს კონკრეტული სისხლდენის აღმოჩენას, რომელიც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეჩერებული კაუტერიული პინცეტით. ისევ, ნერვზე დაჭიმულობა ტესტირდება ტრანსპოზიციური ნერვის ენდოსკოპიური ვიზუალიზაციით იდაყვის სახსრის მოძრაობისას. იმისათვის, რომ ტრანსპოზიციური ნერვი არ სრიალდეს უკან თავის თავდაპირველ პოზიციაზე ღარში, ნერვი უნდა დამაგრდეს თავის ახალ პოზიციაზე, მისი მეორედ შეკუმშვის გარეშე. ეს ხდება 1 ან 2 პლიკაციის ნაკერის დადებით ღრმა ფასციაში, რომელიც ფარავს მედიალურ გოჯს, ტრანსპოზიციური ნერვიდან შორს ლატერალურად კანქვეშა ქსოვილამდე. ამის შემდეგ მთელი ქირურგიული ჭრილობა ირწყვება სუფთა ფიზიოლოგიური ხსნარით. კანქვეშა ნაკერები იდება აბსორბირებადი ნაკეროვანი მასალით. კანი ადაპტირდება უწყვეტი ინტრაკუტანური მონოფილამენტური აბსორბირებადი ნაკერით. რამდენიმე სტერილური ზოლი იკვრება ჭრილობაზე მის დაჭიმულობის შესამცირებლად. თანმიმდევრული ელასტიური ბინტი გადაფარებულია მცირე წნევით რბილ ბამბის ბინტზე, რომელიც გამოიყენება მკლავის შუა მესამედის შემდეგ. ეს ხელს უშლის სისხლდენას ქირურგიული ადგილიდან პოსტოპერაციულ ფაზაში. მე ვურჩევ პაციენტებს, რომ ეს ბინტი 5 დღის განმავლობაში შეინარჩუნონ ოპერაციის შემდეგ.
ფიზიოთერაპია იწყება ოპერაციიდან 1 დღის შემდეგ.